და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. მშვიდობისა ეთერშია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტი ბიზნესი და სამართალი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ლიპარტია გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც თითოეული ბიზნეს სუბიექტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ანტერპრენერული კოუჩინგის არსი, კოუჩინგის როლი თანამშრომლობის კეთილდღეობასა და ორგანიზაციების წარმატებაში. სწორედ ამ საკითხებთან სასაუბროდ დღეს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ქალბატონი ნინო მიქავა, ერიქსონის სერტიფიცირებული კოუჩი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, გადაცემაში მოწვევისათვის, თქვენი დროისათვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე ვსაუბრობთ დღეს. ეს საკითხები, რომელზედაც მე თქვენ გთხოვეთ გადაცემაში მოგბრძანება, მე ჩემი სუბიექტური მოსაზრებით უშუალოდ კავშირშია თითეული კომპანიის, თითეული მეწარმის ბიზნესის წარმატებასთან. მე როგორც ერთ-ერთ დასაქმებულს და ჯერჯერობით არა დამსაქმებელს მგონია, რომ ეს კოუჩინგის არსი, თუნდაც გუნდური მუშაობა, თანამშრომელთა კეთილდღეობა, ეს დღესდღეობით ერთ-ერთი გამოწვევაა და დამსაქმებლისათვის და ამის უზრუნველყოფით თანამშრომელი დასაქმებული ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად შეეცდება, რომ შეინარჩუნოს ეს თავისი ოქროს რესურსი, რომელსაც ადამიანური რესურსი ჰქვია. დავიწყოთ თავიდან. ანტერპრენერული გამოწვევები რას დაასახელებდით თქვენ როგორც სპეციალისტი გამოწვევად და რა გექნებოდათ, რა რეკომენდაციები გექნებოდათ იმ პირებისათვის, ვინც ეხლა იწყებს დღეს ან ფიქრობს ამ საქმიანობის დაწყებაზე და ორჭოფობს სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან დიდი მადლობა ნინო ამ ძალიან საინტერესო თემის შემოთავაზებისთვის, მოწვევისთვის და კი ნამდვილად, ესე იგი მე თეორიიდანაც გეტყვით და ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, თქო სესიებიდან გამომდინარე, ხშირად ამბობენ და ყველანი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ანტერპრენერული კოუჩინგი ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ის სტანდარტული ტრენინგები და მენტორინგის პროგრამები, რასაც უტარებენ ხოლმე დამწყებ ეგრეთ წოდებულ მეწარმეებს ანტერპრენერებს და რატომ? იმიტომ რომ ძალიან წამყვანი არის შიშები. ეს არაცნობიერ შიშებს რომ ვეძახით, მათ შორის მარცხის შიში, ზოგს გამოჩენის შიში აქვს, რომ პირიქით წარმატებას რომ მიაღწევს, გამოჩნდება და თავის გარემოცვას დაკარგავს ან ასე შემდეგ. როგორც კრეატიულ ადამიანებს ხშირად აქვთ ხოლმე ეგრეთ წოდებული ბრჭყვიალა საგნების სინდრომს ეძახიან, აი ფოკუსი ეკარგებათ, აი რაც გულისხმობს იმას, რომ რაღაც ახალი იდეები, კიდევ უფრო დიდი პროექტები ანთებთ და ფოკუსი ეკარგებათ ხოლმე. ასევე ხომ მოგეხსენებათ დასაწყისში ამ ადამიანებს უწევთ, რომ მრავალი როლი შეასრულონ, ხშირად ვთქვათ მარტო არიან, ან ვიღაც ერთ-ორ მეგობართან ერთად, ამიტომ ხშირი არის იზოლაციის განცდა, ეს მუხტი ეკარგებათ, გადაღლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ბევრი როლის შესრულება უწევთ, სანამ თავის უშუალო საქმიანობაზე გადაერთვება უწევს, რომ სხვა სამსახური ჰქონდეს პარალელურად და ხშირად ხდება ხოლმე აი გადაღლა, რაღაცნაირად მოტივაციის შენარჩუნება რთულია, ფოკუსის შენარჩუნება დიდ მიზანზე რთულია, უყვარდებათ ეს თავისი იდეები და ხშირად აი ჯანსაღკრიტიკულ აღქმანსაც კარგავენ და სწორედ აქ შემოდის კოუჩინგი. კოუჩი, რომელიც რჩევებს არ აძლევს, ადამიანს ეხმარება, რომ გააცნობიერებინოს და ხშირად ჭირდებათ ხოლმე ამ ადამიანებს მხარდაჭერა და ამ კოუჩინგში სწორედ მხარდაჭერას პოულობენ და თან რაც აი ხაზი უნდა გაუსვა რა, იმიტომ რომ რჩევების მიცემა არ ხდება, ამ კოუჩინგ სესიებში თვითონ აცნობიერებენ და პასუხისმგებლობა ემატებათ. ანუ ეს პასუხისმგებლობა და მესაკუთრეობა თავის გადაწყვეტილებაზე, სხვის ინარჩევი კი არ არის, თვითონ გააცნობიერა და თვითონ ინარჩუნებს პასუხისმგებლობას, რომ ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი არის ამ თანმიმდევრულობის შენარჩუნების სირთულე და ეგრეთ წოდებული პროკრასტინაცია, მეხვალიობა ამ ანტერპრენერებში. ახლა ისეთი რთული. ასევე კიდევ ერთი დიახ გამოწვევა არის ნამდვილად და კიდევ ერთი, რომ ხშირად მე აი უკვე წარმატებისკენ რომ მიდიან, ეს სოლო მუშაობის პრინციპიდან გუნდურზე გადართვა რთულია, ხშირი არის კონფლიქტები, მე რა თქვა თავიდან დაიწყეს სხვა საზრისით და მე სადღაც აცდნენ გუნდის წევრები ერთმანეთს და არის ხოლმე კონფლიქტები, დაშლა ბიზნესის, რაც ძალიან მტკივნეული არის და სწორედ ამ პროცესებში ეხმარება მოკლედ კოუჩინგ სესიები. დიდი მადლობა ქალბატონინო, ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროა, რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, დაგვალოდეთ. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე.
შანსი, რომელსაც საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრი ლოტუსი გაცლებთ. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ივნისის თვეში. დაუფლე ყველაზე მოთხოვნად ლაზეროთერაპევტის პროფესიას მაქსიმალურად მოკლე დროში, დროისა და რესურსის მინიმალური დანახარჯით. ისწავლე თეორია ონლაინ, ხოლო პრაქტიკულ უნარჩვებებს დაუფლე სულ რაღაც ერთ კვირაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს. New Hospital's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospital's. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. კომპანია Sun Motors გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors. ხარისხის 26 წელი. World Logistics. საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალობის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვიე Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი ნინო მიქავა, Ericsson-ის სერტიფიცირებული კოუჩი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ბიზნეს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ქალბატონი ნინო, ძალიან საინტერესო და ესეთი მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდით და თქვენ ახსენეთ ესეთი ტერმინი, რომ მარცხის განცდა. მეც ხშირად მომისმენია, რომ ბიზნესის დასაწყებად ძალიან ბევრს უჩნდება განცდა, უბრალოდ შებოჭილია და ეს შეიძლება ჩვენი ერთგვარად ის მემკვიდრეობით, იმის საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგი, ანუ ჩემი მოსაზრება, შეიძლება ამის შედეგიც იყოს, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას მაინც არ არის ზღუდავს იგი საკუთარ თავს, რომ გადადგას დამოუკიდებლად ნაბიჯი, აიღოს დამატებითი ვალდებულებები, მათ შორის თუნდაც ოფისი იქირავოს, მათ შორის თუნდაც რაღაცა საქმიანობა დაიწყოს, თანამშრომლები იქირავოს და ასე შემდგომ. აი კონკრეტულად ეს შიში არის თუ რისი შიშია ეს და ეს რამდენად ხშირია საწყის ეტაპზე და ასეთ შემთხვევაში რას ურჩევდით ენტერპრენერებს, როგორ გადალახონ აი აღნიშნული შიში და მექანიზმები რა გაქვთ პრაქტიკაში გამოყენებული. ნამდვილად ძალიან გავრცელებული პრობლემა არის და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აღზრდის სტილიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ რაღაც შეცდომები მოკლედ არ არის. ახალისებული არ მოსულა და ამ დროს შეცდომები მოსულა უნდა იყოს, მაგრამ ნუ ეს ასე ვიზრდებით ჩვენ, რომ ეს როგორ დაგემართა და ხშირად გარემო არ არის თქვათ ესეთი შეპროფილი იყოს და ჩვენ შინაგანად გვყავს კრიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ეს როგორ დაგემართა, ეს როგორ დაგემართა. სწორედ ეს უშლით ხოლმე ძალიან ხშირად ხელს და აი კიდე რა ძალიან საინტერესო არის, რომ მქონია სესიაში თქვათ ანტერპრენერებთან, რომ აი საუბრობს და ეკითხები, რომ აი წარმოიდგინე, აი რას გინდა რომ მიაღწიო და ოცნებაშიც კი შიგნით ესე იგი სულ ურევს, რომ არა, ეს ახლა ძალიან ზედმეტი მოვინდომე მე, არა, ეხა ეგ როგორ გამოვა. ანუ როცა ვეუბნებს, ცოტა ხანი გადადა
პატარა, აი მოდი დაფიქრდი მოწმე ჯერ, სამყაროს, აი ხო? ვიზიონერი ხარ, წარმოიდგინე და თქვი რომ აი იდეალურ ვარიანტში რა იქნებოდა კარგი და მე სხვა ეტაპებს გავდივართ, რა თქმა უნდა, ეს ოცნება და არ რჩება, მაგრამ აი ესეც კი ძალიან უჭირთ, შინაგანად შებოჭილები არიან და რა ვიცი, ბევრი ფაქტორი არის, ხალხი რა სიტყვის, რაღაცა რომ ჩავდე რესურსი, დედა რა სიტყვის, ოჯახი რა სიტყვის, ჩემს თავს როგორ ვაპატიო ეს მარცხი რომ დამემართა და ასე შემდეგ. და ჩვენ სწორედ ამაში ვეხმარებით, რომ ხარდამჭერი სჭირდება ამ დროს და ამის ვერბალიზება სჭირდება. და ხშირად რაღაცა ისეთ ხედავს კოუჩი სესიაში, რასაც უბრუნებს ის არკეში ახედებს და უბრუნებს, რაც თვითონ ვერ გააცნობიერა ამ ადამიანმა, რომ ამის ეშინო და ან მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ღირებულებების გაცნობიერება, რომ რაღაც იდეა ანთებს, იწყებს ხშირად გაუცნობიერებლად, ინტუიტიურად, მაგრამ იმისთვის რომ ეს შემართება და ჩვენ შეზონების დროს ვახსენეთ, ხო ეს შემართება, ეს мотиваცია რომ შეინარჩუნოს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი დააკავშიროს მის ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რომ აი ეს თვითმოტივაცია, თავისი საზრისი გამოკვეთოს, რომ რატო არის მნიშვნელოვანი ამის გაკეთება. და ამის მარტო მოხერხება რთულია და სწორედ ამას შეეხმარება კოუჩი ადამიანს, რომ ამ ერთობლივი მუშაობით თვითონ ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ რატომ ყოფილა მისთვის მნიშვნელოვანი, არ რჩება გააცნობიეროს, რომ არ ყოფილა მნიშვნელოვანი და გაეშვას ამ წამოწყებას დროულად, ესე იგი, რაც უფრო მალე გააცნობიერებს და მოკლევადიანი ეს ექნება, ესე იგი, უკეთესი ნაკლები რესურსი იქნება და ხარჯველი მათ შორის დროისაც. და იცით რა მაინტერესებს? აი, როგორ გუნდის შეკრა. გუნდი აი ამ პროცესებში, თუნდაც დღეს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა გუნდის მეტნაკლებად ჩვენ ვისაუბრეთ, თქვენ ისაუბრეთ გუნდის ფორმირების მნიშვნელობაზე, უფრო სწორად ვახსენებ პირველ ნაწილში ვახსენეთ, რომ გუნდთან შეთამაშებაც, როცა ყალიბდება გუნდი არ არის მარტივი. თუმცა შემდგომ გუნდის შენარჩუნებაც პრობლემაა. მით უმეტეს დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნეს სუბიექტი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემაა საკადრო დეფიციტია მუდმივად და ეს ჯენზის თაობა და ახალგაზრდა თაობის შენარჩუნება დამატებითი მის ბენეფიტებისა და დამატებითი გაძლიერებისა და სხვა მის სერვისების გარეშე, წახალისების მექანიზმების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია და სრულდება, იმიტომ რომ ჯენზის დასაკარგი არაფერი არ აქვს და მარტივად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის მიჩვეულია სხვა თაობას, სხვა თავისუფლებას, სხვა ღირებულებები აქვს და ასე შემდგომ. აი, აუცილებლად მინდა გკითხოთ, აი ამ გადმოსახედიდან, როდესაც თან ერთი მხრივ დეფიციტია და ამასთანავე დეფიციტის მიუხედავად არიან დირექტორები და მეწარმე სუბიექტები, რომლებიც მართავენ კომპანიას და რომელიც ამბობენ, რომ თუ არ უნდა მას ჩემთან კარგად იყოს, ან რაღაცა პირველი კონფლიქტის შემდგომ და ხო, აგერ არის კალამი და ფურცელი და შეგიძლია წახვიდე. თუმცა ეს არ არის გამართლებული, როგორც მე ვხვდები და ვიცი და მსმენია, თქვენ როგორც სპეციალისტი და ექსპერტი, რას ურჩევდით ამ დროს? როგორ მოხდეს საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნებას, რამდენად ღირებულია თანამშრომელი გუნდისათვის და ასეთ შემთხვევაში რა მექანიზმი, თუნდაც გუნდულობის გაძლიერებისათვის, რა მექანიზმები შეიძლება დაენერგილი იქნეს კომპანიაში? ნინო, ესე გადასარევ თემას შეეხეთ, მადლობა და მე როგორც პრაქტიკოსი მენეჯერიც გეტყვით, ჩემი 22 წლიანი გამოცდილებით, რომ სულ სხვა რაღაცას ვაკეთებდით, თქვა 22 წლის წინ, როდესაც დავიწყე მაშინ სხვა რამეს აჩვენებდა, რომ მიდგომა როგორი უნდა ყოფილიყო და დღეს აბსოლუტურად სხვა მიდგომა სჭირდებათ. ანუ ბრძანება, ეგრეთ წოდებული command and control-ის, ანუ ბრძანების და კონტროლის მოცემულობა დღეს აღარ მუშაობს. და დღეს აღარ არის საკმარისი, უბრალოდ თანამშრომლები მოძებნო შესაბამისი უნარებით, ხო? დღეს უკვე ჩვენ გვჭირდება თვითგაცნობიერება, კონდეთ თანამშრომლებს, ემოციური ინტელექტი, თვითლიდერობა და გუნდის კოლაბორაცია, იმიტომ რომ ყველაფერი გუნდურ მუშაობაზე გადაეწყო. და არ არის მენეჯერისთვის ეს რაღაცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია გამოთქმებიც გვაქვს, ხო? არ არის მარტივი ქცევის შეცვლა, დამოკიდებულების შეცვლა, ძალიან რთულია. და ხშირად უჭირთ ჩვენს რეალობაში, მათ შორის საქართველოშიც მენეჯერებს უჭირთ ამის გაცნობიერება და აღიარება და გადაწყობა სხვა მოდელზე. და სწორედ ეს იგი გუნდის დაკომპლექტებაში ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი წამყვანი არის სწორედ ეს ფუნდამენტური ღირებულებები, რომ ვახსენე. ღირებულებითი კავშირი არის ყველაზე ძლიერი კავშირი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი, ისევე როგორც ღირებულებითი კონფლიქტი. კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი.
კომპეტენციებს რაც გულისხმობთ გააჩნიათ, რომ ხა კომუნიკაციაც კომპეტენცია არის, მაგრამ ხო უშუალოდ საქმის ცოდნა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარი შეიძლება იყოს მოქნილობა, კოგნიტური მოქნილობა, რამდენად შეუძლია ამ ადამიანს რომ გადაისწავლოს ის რაც ისწავლა და ახლიდან ისწავლოს და არ მოებღაუჭოს იმ ძველ ცოდნებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორ ყველაფერი სწრაფად იცვლება და ჩვენ სულ უნდა ავუწყოთ ფეხი და შევიცვალოთ და ამას ახლავს შიშები, რაღაც თავდაჯერებულობის ნაკლებობა, რომ ანუ ის ყველაფერი რა ეს იყო არასწორი იყო, აი რაღაც ეჭვები, საკუთარი თავის მიმართ ჩნდება კითხვები და სწორედ ამას ვაკეთებთ კოუჩინგში, რომ იმპოსტორის სინდრომი, ეს თვითმარქვია სინდრომი, რაც მეწარმეებში გამომრჩა, რომ ეხსენებინა და ორგანიზაციებში და ხალ ლიდერებში არის ძალიან რომ აი მე არ ვარ საკმარისად კარგი, მე ამას არ ვიმსახურებ, შეეშალათ, რაღაც შემთხვევით დამაწინაურეს, რომ მე აი ამის ღირსი არა ვარ, არ მაკლი კიდე რაღაცა უნდა ვისწავლო და აი მე შეიძლება დავწინაურო და ამას ამბობენ თავად ის პირები კი, მე ქალბატონებთან ვმუშაობ, ესე იგი, როგორც მათი კარიერული თავდაჯერებულობის და ლიდერობის კოუჩი და ძალიან ხშირი არის ეს შემთხვევები, რომ რაღაცა უნდა, მაგრამ ეშინია ამის გაბედვა, მგონია რომ არ გამოუვა, მგონია რომ ჯერ საკმარის კიდე რაღაცა უნდა ისწავლოს და აი მერე გააკეთოს. ოღონდ რაღაცას ვერ ასახელებს, ხო რა არის? არა, ასახელებს და ის არ მთავრდება არასდროს, იმიტომ რომ პრობლემა სხვაგან არის სინამდვილეში. და ჩვენი ეს აზროვნება ისეთი რთულია და იმდენი შრისგან შედგება, რომ ძალიან რთული არის ადამიანი ამაში გაერკვე, რომ შენ ახლა სხვა რაღაცა გაშინებს თუ სხვა რაღაცის გამო ამბობ ამ დაწინაურებაზე უარს. ან თქვათ ეს ფოკუსი რომ დაკარგე იმ შენს მიზანზე, თქვათ რის გამოა რაღაცებზე უარს რო ვერ ამბობ და ეს ჭკვიალა საგნების სინდრომი გაქვეყნე რო ვახსენებ, მე მჭირს ეგ და იმიტომ ვიხსენებ ეს ხშირად. თუ ესე იგი რაღაცა იქ შეიცვალა, გუნდზეც რომ ახსენეთ, ხო, ღირებულებითი კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებით შერჩევა, რამდენად მისი პიროვნული ღირებულებები ემთხვევა ორგანიზაციის ღირებულებებს, რამდენად ყველანი თანხმდებით საერთო საზრისზე. ხო, გუნდურ კოუჩინგში ერთ-ერთი რასაც ვაკეთებთ, ეგ არის, რომ თუ ჩვენ საერთო საზრისის ირგვლივ ერთიანდებით და ჩვენი ღირებულებები და საზრისი აღემატება და ამას მზე კოორდინირებული არის ეს საზრისი, ისე ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, იქ უკვე ხერხდება ის, რომ ჩვენი პატარ-პატარა რაღაცა ეგოდან გამომდინარე დაბრკოლებების გამო არ გადავაყოლოთ ეს ბიზნეს იდეა და ეს ამხელა მიზანი. მაგრამ ამას მუშაობა სჭირდება. ამას ხშირად სჭირდება ნეიტრალური პიროვნება, გარედან როგორც არის გუნდური კოუჩი, მაგალითად ფასილიტატორი, რომელიც პროცესში ჩართული არ არის, გვერდიდან უყურებს და ამის ფასილიტირებას აკეთებს. და დღევანდელ მოცემულობაში როცა ამდენი სტრესებია, ხო, აი სხვა ინფორმაცია, კონკურენცია გამძაფრებული, ტემპი აჩქარებული და მენტალური ჯანმრთელობა არის ძალიან მკვეთრად გაუარესებული და პროგნოზები არის კიდევ უფრო საშიში და დამაპანიკებელი. და დღეს უკვე ახალი ფორმულა გვაქვს ჩვენ ორგანიზაციებში, რომ ადრე თუ იყო რომ შესრულება ეგრეთ წოდებული პერფორმანსი უდრი და ჩართულობა ძირითადად, ხო, დღეს შემოვიდა thriving-ის კომპონენტი, რომ ჩართულობას პლუს ეს thriving-ი, რომელიც არის აი ეს რავით ქართულად, ხა გაფრთხილობად რო არ თარგმნოთ, კეთილდღეობა, როცა არის რეალიზებული და აქვს ეს ჰოლისტური კეთილდღეობა ყველანაირად. და რაც არ არის მარტივი მისაღწევი დღევანდელ სტრესებით და რთულ დროში ეს ტემპი ძალიან აჩქარებულია და ჩვენი ფსიქიკისთვის ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ვერ ეწევა და არის რომ არაფრისთვის რო არ გრჩება, გვაქვს შინაგანი კონფლიქტები, ვერ ვაბალანსებთ ჩვენს ცხოვრებას, იქ ოჯახი და კარიერა, FOMO, გავრცელებული fear of missing out, რომ რამე ის ხო არ გამოვრჩიე, სოციალური ქსელები ამას აკეთებს, რომ ვიღაცები რაღაცებს აზიარებენ წარმატების ისტორიას და ვაიმე მე რამეს ხომ არ ჩამოვრჩი და ესეც ვისწავლო, იქაც წავიდე და რაღაცა ეს გავარბივართ, გაუაზრებლად ვართ რაღაცა წარმატების მარათონში ჩართულები ძალიან ხშირად. და უბრალოდ რომ დაპაუზდე ადამიანი და ამის ვერბალიზება მოახდინო ვიღაცამ აი დააჩელენჯოს, აი ეს სიტყვა ქართულად კარგად ვერ არ ითარგმნება, დააჩელენჯოს, ხო, იქ გვერდიდან შეგახედოს, კითხვის ნიშანი დასვას, რომ ეს ნამდვილად გინდა შენია, თუ ის არის FOMO არის, თუ მეზობელმა თქვა და რაღაცას ამას ბავშვობაში მასწავლებელმა ჩაგიდო ეს რაღაცა თუ მშობელმა პროგრამაში გიდოს და ავტომატურად მიყვება. ძალიან ხშირად არის ეს შემზღუდველი რწმენა წარმოდგენები, რომ რაღაცა ხელს უშლის ადამიანს და გონია რომ მისი ღირებულება არის და სინამდვილეში არის თავს მოხვეული და მისი ბედნიერება სულ სხვა რაღაცასთან არის კავშირში. და ამის გარკვევას მოკლედ სჭირდება აი ეს დიალოგები, ოღონდ სწორად, ანუ კოუჩის თავარი ამოცანა არის, რომ ძალიან ფოკუსირებულად უსმენს, მთლიანად არის ჩართული და ფოკუსირებული კლიენტზე.
და უბრუნებს სარკეში ახედებს, ხშირად მიუნათებს ხოლმე რომ რაღაცა დაინახოს, რასაც თვითონ ვერ ხედავს, გაუზიაროს ის კი არა შეფასებითი არ არის რა. ჩვენ ვეკითხებთ რომ მე ესე მომეჩვენა და შენ როგორ ფიქრობ, ხა შენთან როგორ რეზონირ და ესეა. ან ამ დროს რას გრძნობ მაგალითად სხეულში და უცბად შეიძლება ამოხდეს რას გრძნობს თანამშრომელი. ამაზე რამდენად უნდა იყოს ჩართული მეწარმე, რამდენად უნდა დაფიქრდეს, ამ დრო დახარჯოს, მით უმეტეს ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ძალიან ბევრს თუნდაც სუბიექტური პრობლემები აქვს და ვერ ახერხებს რეალიზებას იმ სამსახურში. ასევე ხშირია თანამშრომლები, რომლებსაც თუნდაც განსხვავებული აზრი აქვს და აი მონური მორჩილება დირექტორებსა და ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის მიუღებელია. აი ამ თანამშრომლების მხარდაჭერა, ან გაძლიერება თუ უკუგდება, რომელი არის დღეს თანამედროვე ბიზნესის მართვის ის ელემენტი და რომელი არის სწორი გადაწყვეტილება ამ დროს, როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე. მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტები არ არის მენეჯმენტში, აი ეს ის შემთხვევა, როცა შეგვიძლია ერთნიშნულად თქვათ, რომ რა თქმა უნდა მხარდაჭერა და გაძლიერება. და აი ეს მესაკუთრეობის განცდა უნდა ქონდეს თანამშრომელს იმ შესაძლებლობელ მიზანზე თუ ამოცანაზე, რომ ეს ownership-ის, რომ მე გადავწყვიტე, ჩემია ეს ამოცანა, მე ვაკეთებ ასე და თვით ლიდერობა. აი ეს უნდა მოახერხოს დღეს თანამედროვე ლიდერმა, ამიტომაც უნდა გადახედოს, ესე ვთქვათ, თავის ძველი მართვის სტილს და ჩვენც ვიზრდებით და ვსწავლობთ, ხო? იმიტომ რომ ლიდერობა სხვანაირად არ გამოდის. ეს არის პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანზე, რომელიც, ესე ვთქვათ, ჩვენს გუნდში არის. და რა თქმა უნდა ზრუნავდეს და არის რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნოს წეგან კითხვა რო იყოს, ხო? არის შემთხვევები, როცა მართლა უნდა დაემშვიდობო, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ სწორად შეარჩიო, მაქსიმალურად ეცადო, რომ ნაკლები იყოს ეს დამშვიდობების შემთხვევები და უნდა იყო მხარდამჭერის როლში, რომ აი რა მოხდა, მე რითი შემიძლია რომ დაგეხმარო, ჩემი მხრიდან რა დაგეხმარებოდა, რამ შეგიშალა ხელი, მაგალითად მაშინ რომ ესე იყო, აი მომავალში რას გააკეთებს სხვანაირად რომ უფრო გამოვიდეს, აი ეს მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი და ეს სიფხიზლეს რომ ეწახიდეს მენეჯერულ, ლიდერულ სიფხიზლეს, რომ შემხიზლად დააკვირდე პროცესებს, იმიტომ რომ რეცეპტები მართლა არ არის, კი არის რაღაც გზამკვლევი, რომ ამ შემთხვევაში ეს მუშაობს ეს ინსტრუმენტები, მაგრამ აი ეს სიფხიზლე, კრიტიკული აზროვნება, აი ეს თანამშრომლების მხარდაჭერა, სიყვარული გამოვიყენებ ამ სიტყვასაც რა, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია ლიდერობა, შენ თუ ის საქმე არ გიყვარს და შენი გუნდი არ გიყვარს და ეხლა სიყვარულს ვერ განბარცობთ და ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება ვიდეოდ, ხო, რომ რაღაცა შეიძლება საკამათო გახდეს ეს, მაგრამ თუ არ გიყვარს ის საქმე, ვერ გააკეთებ და შედეგებიც ვერ გექნება. ბედნიერი თანამშრომელი, რას გულისხმობს? ხო, აი გადასარევი კითხვა. მე ძალიან ხშირად ეს წავწყდომი ვარ ჩემი კოლეგებისგან, კლიენტებისგან, ხშირად რაღაცა ისეთი ყბადაღებული თემა გახდა, რომ ყველა ლაპარაკობს და დაიწყეს, რომ აი ბედნიერი უნდა იყოს თანამშრომელი და ხშირად პროტესტი აქვს თანამშრომლებს, იმიტომ რომ ორგანიზაცია ერთის მხრივ რომ მკითხო მენეჯმენტს ამ ხაზს ატარებს და ზრუნავს თანამშრომლის ბედნიერებაზე და ამ დროს რეალობაში თანამშრომელი უსხვანაირად გრძნობს თავს და პირიქით უფრო აღიზიანებს ბედნიერების მენეჯერი რაღაცა მეილებს რო უგზავნის ან ინიციატივებს როგორ უნდა იყო ბედნიერი უბრალოდ მაშინ როცა ეს შუაღამემდე უნდა იჯდეს ესეთი სტრესული დედლაინი ხო რაღაცა წნეხის ქვეშ მუშაობს და რაღაც არის კონფლიქტები გუნდში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა იყოს ბედნიერი, უნდა იყოს ჰარმონიაში თანამშრომელი, ხო, უნდა ახერხებს ამ ყველაფრის დაბალანსებას და ჰოლისტური უნდა იყოს რა, ის სრულყოფილი უნდა იყოს მისი კეთილდღეობა, არა მარტო კარიერული, არამედ ფიზიკური, ფსიქიკური, მისი სოციალური კავშირები, როგორია ურთიერთობები, როგორც სამსახურში, სამსახურის გარეთ, პოზიტიურ ორგანიზაციებზე ვლაპარაკობთ ბევრს ჩვენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის დღეს კრეატივი, სხვა ყველაფერს აგერ ეს ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე კარგად აკეთებს, ხო, რუტინულ და გამეორებათა ამოცანებს და კრეატივი წარმოუდგენელი არის შენ, რომ შიშით ან ბონუსებით ან რაღაცით დააგონო ადამიანს, ხო? ანუ ფულადი ჯილდო არ არის გადამწყვეტი ასეთ შემთხვევაში თანამშრომელთა დაკავებისათვის ადგილზე. ძალიან, იცით როგორ არის, ანაზღაურება უნდა იყოს კონკურენტული და უნდა იყოს საკმარისი, მაგრამ მარტო ანაზღაურებით ვერ მართავ ამას, ხო? მოტივაციას წარმოუდგენელი მithmetes გააჩნია ხა სამუშაოს. თუ ჩვენ კრეატიულ სამუშაოზე ვლაპარაკობთ და დღეს სწორედ ეგ გვჭირდება თანამშრომლებისგან ინიციატივები, ინოვაციები, თუ კომპანია თუ რაღაცა სიახლეებს არ აცნობს ბაზარზე თავის მომხმარებელს, უბრალოდ ვერ ინარჩუნებს კონკურენტულობას და
თანამშრომლისგან თუ ჩვენ ეს გვინდა, ამას შიშის და მხოლოდ ფულით მართვის გარემოში ვერ შევინარჩუნებთ, ისე რომ ფული რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ არასაკმარისი. გჭირდება რომ აი საზრისის განცდა ქონდეს თანამშრომელს, მუდმივად დახელოვნების პირობები და განცდა ქონდეს, მხარდაჭერა ქონდეს, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და რასაც ჩვენ ასევე გუნდური კოუჩინგით და ერთ-ერთზე კოუჩინგით ორგანიზაციებში, რაც არის მთავარი მიზანი, იმიტომ რომ დღეს ორგანიზაციები დგას ნდობაზე, უფრო მეტად განსაკუთრებით ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ანტრეპრენერებზე, სტარტაპებზე, ხო იქ ნდობა არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და აი როგორ უნდა გენდოს, შენ როგორ უნდა მოიქცე და როგორი უნდა იყო რომ გენდოს თანამშრომელი, ამასაც გაცნობიერება სჭირდება, რომ ჩვენი ფილტრებით ვიქცევით, კომუნიკაცია გვაქვს, აი ჩვენი რაღაცა ტრავმებით ფილტრებიდან გამომდინარე და ხშირად გაუცნობიერებლად. და აი ამას მოკლედ ემსახურება ყველაფერს ეს კოუჩინგ სესია. ქალბატონ ნინო, გადაცემაში რეკლამის დროა დაგველოდეთ, ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. Silk Post-ი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგებრუნდით ეთერში და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი ნინო მიქავა, ერიქსონის სერტიფიცირებული კოუჩი და ასოცირებული პროფესორი. ქალბატონო ნინო, ძალიან საინტერესო თემატიკაზე ვისაუბრეთ და უცბად მინდა გკითხოთ. ლიდერის როლი აი ამ გუნდურობის ნაწილში და რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ეს ლიდერი იმ საქმიანობის პროფესიონალი იყოს, ანუ იმ საქმის პროფესიონალი იყოს, რომელსაც ემსახურება და თავდაჯერებული იყოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში. იცით ძალიან რთულია, როგორც თქვით, ხა რაღაცა ესე ერთპიროვნული პასუხების გაცემა და ერთმნიშვნელოვნად რამეს თქმა, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ იმაზე შეიძლება იმ კონკრეტული საქმის პროფესიონალი გააჩნია ხა სფეროსაც ალბათ, ხო? იმ კონკრეტული საქმის პროფესიონალი შეიძლება არ იყოს, მაგრამ თავდაჯერებულობა ნამდვილად სჭირდება და თავდაჯერებულობისთვის სჭირდება, რომ სპეციფიკაში იყოს გარკვეული კარგად. და ასევე თავდაჯერებულობა უფრო მნიშვნელოვანი არის ხოლმე ძალიან ხშირად, იმიტომ რომ აი ეს executive presence რო ვეძახით მაგალითად, ხო? აი როგორ ახერხებს, რომ ჩვენ ბევრი ვისაუბრებთ თანამშრომლის მხარდაჭერაზე. და თუ თვითონ ლიდერი არ არის რესურსული, არ არის თავდაჯერებული,
და ეს მტკიცეთ ჩამოყალიბებული რა საკეთებს, რა საქმეს ემსახურება ძალიან რთულია რომ დაიტიოს ასე ვთქვათ მისი თანამშრომლები საჭიროებები რომ მოდიან პრობლემებით თანამშრომლები არ მხარდაჭერა სჭირდებათ და ამ დროს რა ვიცი ხა მე ვარ გამოუძინებელი და აღლილი გადამწვარი ვარ მე თვითონ უბრალოდ ვერ ვახერხებ ხო ამის მართვას ისე რომ თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი თვითცნობიერება არის უმნიშვნელოვანესი ლიდერისთვის აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის განეიტრალება როდესაც მაგალითად კორპორაციულ მართვაში დირექტორი არის პირობითად ექიმი, ან რომელიმე მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც გენერალური დირექტორად დაინიშნა კონკრეტულად, განსაკუთრებული ინტერესი, განსაკუთრებული ყურადღება აქვს იმ საკუთარი მიმართულების მიმართ და თითქოს არ ჩაგრავს, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევს ან ნაკლებ ინტერესს იჩენს სხვა მიმართულების მხრივ. აი ეს თანამშრომლებში როგორც წესი ვერ გულისწყრომას იწვევს. აი ამ ბალანსის დაჭერა დღეს, როცა მაგალითად გენერალური დირექტორი ხდება ადამიანი, მან იცის რომ კონკრეტული ერთი დეპარტამენტის დირექტორი კი არ არის იურიდიული პირობითად დეპარტამენტის დირექტორი, არამედ გენერალური დირექტორია და ეს ბალანსი მნიშვნელოვანია, მათ შორის რომ ყველა თანამშრომელმა დაფასებულად და ყურადღება მიქცეულად იგრძნოს თავი. ამ ბალანსის დაჭერისათვის რაიმე კონკრეტული თქვენ ახსენეთ რომ რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ რა უნდა იქნეს გათვალისწინებული სუბიექტის მიერ? იცით როგორ არის ზუსტად ამის გაცნობიერება ხდება executive coaching-ში. აი აღმასრულებელი პირების coaching-ში, იმიტომ რომ ხშირად ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ჩვენ ხო ვთქვით რომ ფოკუს კარგავს პროცესებში რომ იძირება, ძალიან მარტივია რომ ფოკუსი დაკარგო და ვერც კი იგრძნო, იმდენ გადმოერთე, რა ვიცი, ხა სიტყვაზე ფინანსები არიან, გაყიდვებია ძალიან მნიშვნელოვანი, kliент ხარ ამაზე ფოკუსირება, რა ძალიან ხშირად ხდება. თუ გითხრათ ეს გაყიდვებიდან მოდიხარ კი. ხო, ეგ სხვა თემაა, და საიდან ამოიზარდა ეს იგრა მიმართულებიდან, იმაზე ხარ განსაკუთრებით გადაგებული, ხო? მაგრამ ხშირად ორგანიზაციაში როგორ ხდება ხოლმე ხდება რომ თანამშრომლებთან გასაუბრება. ანუ ამ ადამიანის უშუალო დაქვემდებარებაში რომელი გუნდიც არის, ვისთანაც ეს ადამიანი არის, რა ვიცი, ამის მხარდამჭერიც უნდა იყოს, მოდი ესე ვთქვათ, ხდება ამ გუნდთან გასაუბრება, კარგად ინახოს რა პრობლემები არის. რა თქმა უნდა, ეს ანონიმურად რჩება და ხა იმან ეს თქვა, ამ ფორმატში არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის რომ ინფორმაცია გქონდეს. და სხვადასხვა როლში არის მენტორინგი არის, ეს კოუჩინგი არის, ტრენინგები არის თუ რა, ხო საჭირო არის ეს ინფორმაცია ინახოს და დავანახოთ ადამიანს, აი ის მხარე, რომელსაც შეიძლება თვითონ ვერ ხედავდეს. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკოლოგიურობა მართვაშიც, რამდენად ეკოლოგიური ის რომ ამ მიმართულებას არის, თქვათ, გადაყოლილი, ესე ვთქვათ, სხვა მიმართულებებთან მიმართებაში როგორ არის. აი ეს რომ ადამიანს დაუბრუნო, დაანახო, კითხვა დაისვა, დაანახო სხვა გადმოსახედიდან. რომ აი თუ ამაზე არის გადართული, შეიძლება კითხო, რომ აი იმ მიმართულებაში რა ხდება, ან როგორ ფიქრობთ, ამნაირად ახერხებთ, რომ ის განაწილებას ყველა დეპარტამენტს, ვთქვათ, ცნობიერება აუმაღლო ამაზე. და აი კითხვების დასმით ისევ და რაღაცა აი ამის მოტრიალებით, რომ მეორე მხრიდან დაინახოს. გასაგებია. აუცილებლად უნდა გითხოთ სამწუხაროდ გადაცემის დრო იწურება და აუცილებლად უნდა გითხოთ იმ ახალ პროექტზე, რომელიც ქალთა გაცლით ჩემს საყვარელი თემაა ქალთა გაცლირება და ქალთა მხარდაჭერა და უნდა გითხოთ იმ ახალ პროექტზე, რომელიც დაიწყეთ არც ისე დიდი ხნის წინ. რას გულისხმობს? მე კი მაქვს ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მსმენელისათვის აღქმადი რომ იყოს. რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი და ასევე მეორე შეკითხვა, რატომ ქალები? ყოველგვარი სუბიექტურობის გამორიცხვით. აქედან დავიწყოთ თუ გნებავთ ამ მეორე შეკითხვა, რატომ ქალები? რატომ ქალები და მე თვითონ მაქვს ეს გზა გავლილი, როდესაც სულ არის რომ შენ უნდა იყო ძლიერი ქალი, შენ უნდა იყო წარმატებული ქალი და რაღაცა ესე მოდიხარ, ხო, ასე გავიზარდეთ, იმიტომ რომ რაღაცა არ არის მარტივი რა, ქალს განსაკუთრებით სჭირდება ორმაგი შრომა თუ ხუთმაგი შრომა გჭირდება, რომ შენი ადგილი მაგიდასთან დაიკავო, ხო? დღეს მაინც ასეთი დრო არის, ნუ ჩვენ როცა ვიწყებდით კიდევ უფრო მეტად იყო ასეთი დრო. და შენ გიწევს რომ იქ ოჯახი, სხვადასხვა როლები შეასრულო, იყო კარგი დედა, ამ დროს კარგი დირექტორი ან თანამშრომელი, რაც მარტივი არ არის. მე მჯერა რომ კაცებისთვისაც არ არის მარტივი, მაგრამ მე რადგანაც ქალი ვარ და ეს გზა მაქვს გამოვლილი, ძალიან მანთებს ეს იდეა, რომ სხვა ქალებს დავეხმაროთ. ძალიან სჭირდება და სწორედ აქედან წამოვიდა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც არის ეს HBW, Honored Business Women, ხო, რომელიც ისე კი გულისხმობს, რომ ჰოლისტური კეთილდღეობა მოახერხონ ქალებმა ჰარმონია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად
ხშირად რაღაცა ერთზე რო ვართ ფოკუსირებული და წარმატების მარათონში ვართ, ხდება რომ რაღაცა ძვირფას გადააყოლებ ან ოჯახს, ან ჯანმრთელობას, ან არ ვიცი რაღაცა დანაშაულის განცდა გაქვს მე შენს ახლობელ ადამიანებთან რომ ისე ვერ დახულობ, ვერ ახერხებ. და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ჩვენ რა პრობლემებიც გამოვიარეთ და რაც დაგვეხმარა და გვიან, მაგრამ მაინც გაგვიმართლა და გავაცნობიერეთ, რომ თურმე სხვაგან არის ბედნიერება, თურმე ძლიერი ქალი სხვა რაღაცას ნიშნავს და არა ის, რაც აქამდე გვეგონა, რომ თურმე ჰარმონია არის მთავარი და ბედნიერებას ზოგადად ხშირად არის ეს ჰარმონია, როგორ დააბალანსო ეს როლები, აი ეს პლატფორმა შევქმნით, სადაც ქალბატონებს ესე იგი და აქცენტი გვაქვს დასაქმებულ ქალბატონებზე, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი, ჩვენ ეს ტკივილი გვაქვს, რომ როგორ გიჭირს დასაქმებულ სიტუაციაში ყოფნა სპაროლების შესრულება. შვილები, ოჯახი, სადილიკა გასამზადებელი. თუმცა მე მივესალმები ყველა მიმართულებით ქალთა ორგანიზაციებს, იმიტომ რომ არ არის საკმარისი, ბევრი გჭირდება, ყველგან ჭირდება, ნამდვილად ჭირდებათ ქალებს გაძლიერება და მხარდაჭერა. აი მხარდაჭერა ალბათ ჩემთვის უფრო ისეთი სიტყვა არის, იმიტომ რომ აი ამ გაერთიანებას რაღაცა თავისი ჯადოქრობა მოყვება და გაზიარებას, ურთიერთგაზიარებას. აი ეს ჯადოქრობა, რომ აი ეს ენერგიების გაერთიანება როცა ხდება და სანდოს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გარემოში როცა ხდება ეს გაზიარება და თან ჩვენ სხვადასხვა ინსტრუმენტები გვაქვს, წიგნის კლუბი, კინოს კლუბი, რომ ხშირად შენ რო ვერაცნობიერებ, იქ შეიძლება კინოს პერსონაჟი ნახო, წიგნის პერსონაჟი ნახო, ტრენინგები ტარდება სხვადასხვა მიმართულებებით, რომ დავეხმაროთ ამ ჰარმონიის მოძიებაში. ყველა სხვადასხვა კომპონენტშია გამოწვევა, ხო? და როგორ იპოვოთ? შეუძლიათ სოციალურ ქსელებში ნახონ ჩვენი გვერდი HBWT ჩაწერონ, ჩვენს ჯგუფში გაერთიანდნენ. ანუ პროფესიის მიუხედავად ნებისმიერი ქალბატონისთვის, ვინც ესე იგი თავის თავს აიდენტიფიცირებს, რომ არის საქმიანი და არ აქვს მნიშვნელობა რა საქმით არის მეწარმე თუ ოჯახური საქმიანობით არის დაკავებული თუ რა და აქვს სურვილი რომ ჰარმონიას მიაღწიოს და ჰოლისტურ კეთილდღეობას და არა მარტო რაღაც ერთ კომპონენტზე ასიმეტრიულად. აი ასიმეტრიულად აი აქ აუცილებლად ბოლო კითხვა, მაგრამ უნდა გკითხოთ. დღევანდელ საქმიანობაში რამდენად მნიშვნელოვანია, მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ, საქმიანობა და დივერსიფიცირება. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩემ პირად მაგალითზე მე მეუბნებიან რომ იმდენ რამეს შეიძლება აკეთებდე, რომ რაღაცა ფოკუსირდი ერთზე და ეს უკეთესი შედეგის მომტანი იქნება და ვისარგებლებ შემთხვევით და პირად რჩევას მივიღებ თქვენგან. მნიშვნელოვანია ეს საქმიანობის დივერსიფიცირება და თუ ერთ საკითხზე კოორდინირებულად და გაძლიერებულად მუშაობა, რომელიც შედეგიანი შეიძლება იყოს. ესე იგი, მე თვითონ მაგ პროცესში ვარ ახლა, იმიტომ რომ მეც მაგას საყვედურობენ, რომ რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა ხარ მიდებული, მაგრამ იცით რა არიან ფსიქოტიპები, რომლისთვისაც ეს საჭიროა, multi-potentialite არის სიტყვაც ეგეთ ტერმინიც, ხო? აქაც არის მნიშვნელოვანი multi-potentialite. ხო, ტერმინით შემოვიდა სპეციალური, იმიტომ რომ მოსაწყენია ამ ადამიანის, არ შეუძლია ერთ რაღაცაზე რომ ფოკუსირდეს, მოიწყენს და ამას შეუძლია რაღაცა რამდენიმე მიმართულება დაიტიოს. ოღონდ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მე რატო ვაკეთებ ამას. მე გავაცნობიერო რაღაცა გარემოებების ტყვე კი არ ვიყო და სხვის ფეხის ხმას აყოლილი ან საზოგადოებას აყოლილი კი არა. მე რამდენად ჰარმონიულად ვარ ამ როლებში. მე ბედნიერი ვარ ამით, ჰარმონიულად ვარ. მე მინდა ნამდვილად ამის კეთება, რატო მინდა? რატომ არის ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი? რა ჩემს რა იდენტობას უკავშირდება, რა მისიას ვემსახურებია, ამით ვის ჭირდება, ხო? აი რა სიკეთემო მაქვს ამით და რისთვის ვაკეთებ? აი თუ ეს ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს და ამას მე გაცნობიერებულად ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელო, მაგრამ ძალიან ხშირი არის ხოლმე აი მან გაცნობიერებული, როცა არ არის და ეს არის ჩემი არჩევანი, მე ვგზნობ რაღაცა გარემოებების ტყვედ და მსხვერპლად. რომ აი რაღაცა და სულ წუწუნებ, რა რამდენი საქმე მაქვს, ამდენი ის არის, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი ხდება და ვაცნობიერებ და პროაქტიულად ვაკეთებ ამას და 100%-იან პასუხისგებლობას ვიღებ და გაცნობიერებული მაქვს, რომ კი ეს რაღაცაზე უარის ხმა მიწევს, მაგრამ იმიტომ რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს იქ ყველაფერი კარგად. დიდი მადლობა გალბატონინა, განსაკუთრებული მადლობა ბოლო რჩევისათვის, თუმცა განსაკუთრებული მადლობა ასევე გადაცემაში სტუმრობისათვის. დღეს ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს ვსაუბრობდით, რომელიც თითოეულ ბიზნეს სუბიექტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მენეჯერებს, ბიზნეს მენეჯერებს აუცილებლად საკუთარი საქმიანობის ფარგლებში დაეხმარება თავიანთი მართვის სტილისა და პროცესის გაუმჯობესებაში. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ნინო მიქავა, ერიქსონის სერტიფიცირებული კოუჩი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი და ასევე ასოცირებული პროფესორი, თუმცა ის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თქვენი რეგალიებიდან ქალბატონო ნინო და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისათვის. ტრადიციულად ჩვენ ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე და 10 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში დაგიბრუნდებით. ნახვამდის.
ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად.